საღამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? დღევანდელი გაშლა მინდა დავიწყო მეტაფორული ბარათებით. Ამოვიღებ ემოციების დასტას. მე კი ავხსენით წინა ვიდეოებში მეტაფორული ბარათების შესახებ, მაგრამ ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ეს მეტაფორულ ასოციაციური ბარათია, ამ წუთას ერთი მაქვს წარმოდგენილი, მაგრამ სხვადასხვანაირია, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ტაროსთან. ეს ბარათები ძირითადად მუშაობს ქვეცნობიერზე, რომელსაც ვიყენებთ ქოუჩები, ფსიქოლოგები სესიების დროს. ძალიან კარგად მუშაობს ქვეცნობიერზე, ჩვენს შიგნით დალექილ და კარგად დამალულ ემოციებზე, გრძნობებზე, რომლებსაც არ ვაქცევთ ყურადღებას და ვითომ გადახარშული გვაქვს, ვითომ დავიწყებული, მაგრამ რეალურად არ გვაქვს დავიწყებული ის ყველაფერი და აი ამ დამალულ და ჩამალულ ემოციებზე მუშაობს ეს ბარათები და შეგრძნებებზე. კარგი, დღევანდელ სესიაში როგორ გამოვიყენებ ამ ბარათებს, გეტყვით. მე ახლა გავააქტიურებ ემოციების დასტას და ამოვიღებ ერთ ბარათს. და მინდა კომენტარებში დამიწეროთ შემდეგ, ვის რა ემოცია გაგიჩნდათ აი ამ ბარათის მიმართ. ვინ რა შეგრძნებით ხართ, აი ვის რა გრძნობა დაგეუფლათ, ვინ ამოიცანთ საკუთარი თავები აი ამ ბარათში და მოდი დავიწყოთ. შემდეგ გავაგრძელებ ტაროს დასტით ჩვეულებრივად. მაინტერესებს, ვინ როგორ გრძნობთ ახლა თავს და რამდენად ამოიცავთ საკუთარ თავებს, საკუთარ ემოციებს და შეგრძნებებს აი ამ ბარათში. ყოველ შემთხვევაში, აი რასაც დაინახავთ, რა შეგრძნება და ემოციაც გაგიჩნდებათ აი ამ ბარათის მიმართ, დამიწერეთ კომენტარებში, ვინ როგორ აღიქვავთ აი ამ ბარათს. ნახოთ, აბა რა მოვა. საინტერესოა. აი ესეთი ემოციების დასტიდან ესეთი ბარათი ამოვიდა და მინდა როგორც წეგამთქვი, დამიწერეთ კომენტარებში, ვის რა ემოცია გაგიჩნდათ, ვის რა შეგრძნება დაგეუფლათ, ვინ როგორ აღიქვავთ აი ამ ბარათს. ძალიან კარგი. დავდებ ამას, გვერდით გადავდებ და მოდი ახლა გავაგრძელოთ ტაროს დასტით. და ტაროს ვკითხავ ასეთ რაღაცას. თქვენ ვინც ახლა მიყურებთ და უყურებთ აი ამ გაშლას, რა მდგომარეობაში ხართ, რას განიცდით და რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ამაზე უკეთესად იგრძნოთ თავი. მოდი დავიწყოთ. რა მდგომარეობაში ხართ ახლა, რა განცდებში ხართ, რა გაწუხებთ თქვენ, ვინც ამ გაშლას უყურებს, რა აწუხებს ჩემს მსმენელს. მეგობრებო, მართლაც რომ რაღაც ძალიან დიდ განცდებში და წუხილში ხართ, ვიღაცები დიდ დანაკარგს განიცდით ამ წუთას, არ ვიცი ვინ როგორი სახით დანაკარგს, მაგრამ რაღაცას ძალიან განიცდით. ეჭვებში ხართ და შეიძლება ვიღაცებს თავის ტკივილიც გაქვთ ამ ყველაფერზე, აი როგორი მდგომარეობა გაქვთ ახლა, იცით? რომ აი თავში მილიონი აზრი, მილიონი ეჭვი რო გიტრიალებთ და საით გაიხედოთ და რომელს დაუჯეროთ, რომ არ იცით. კაი, აბა ჩავშალოთ ახლა, რა მდგომარეობაში ხართ ამ წუთას, ახლა როგორ გრძნობთ თავს. საინტერესოა.
ყოველ შემთხვევაში ხა რასაც ვიტყვი, ყველამ თქვენ სიტუაციებს მოარგეთ, მეგობრებო. ვიტყოდი ასე. ამ წუთას ხართ ძალიან სტაბილურად დეპრესიულ, სტაბილურად მოწყენილ მდგომარეობაში რაღაცნაირად შეიძლება დიდი ხანი გაგიგრძელდეთ ეს სიტუაცია და ეს სიტუაცია არის ის, რომ რაღაცა დიდი სტაბილურობა დასრულდა თქვენს ცხოვრებაში, რამაც გამოიწვია დიდი ნგრევები. ან ახლა მიმდინარეობს რაღაცა ისეთი სიტუაცია, რომ სრულდება რაღაც და ამას თქვენ განიცდით კატასტროფულად. ეს არის თქვენთვის ტრაგედია. და აქედან გამომდინარე ასევე მარტო ტრაგედია არა, უდიდესი ტრანსფორმაცია და ცვლილებები. უფრო ძირითადად რაღაცა ჩამოიშალა, კოშკი დაინგრა, ხო? ცვლილებებია ძალიან დიდი თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა სტაბილურობის მხრივ თქვენს ცხოვრებაში არსებული სტაბილურობა სრულდება ან დასრულდა. დასრულდა რაღაცა შეტყობინების ფონზე, რამაც გამოიწვია ესეთი ძალიან დიდი დისბალანსი. ხო. და ამ არეულობამ და ამ გაურკვევლობამ დაასრულა ზუსტად ეს ძალიან დიდი სტაბილურობა თქვენს ცხოვრებაში. არ ვიცი რა სახით არის ეს ყველაფერი, ყველა სხვადასხვა მდგომარეობა გაქვთ, მაგრამ ასე ვიტყვი, რომ ეს იყო სტაბილური მდგომარეობა თქვენს ცხოვრებაში, რაც დასრულდა ხა და რასაც განიცდით უზომოდ. კარგი. გავაგრძელოთ აბა კიდევ ესე ავწევამებს, რომ კარგად გამოჩნდეს. წინაზე ვიღაცამ დამიწერა კომენტარში და მე მგონი ტაროს დასტებზე დამიწერა არ ჩანს, რაღაც ბოლო ნაწილი ნახევრად ჩანდა და მე მგონი მაგაზე დაწერა. ამიტომ ავწევ ხა ზემოთ. გავაგრძელოთ აბა, კიდევ რა მდგომარეობაში ხართ, კიდევ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ახლა. საინტერესოა. მეგობრებო, ამ წეგან რაც ვისაუბრე, ამ ყველაფერმა თუ ჯერ არ გამოუწვევია ის, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოიწვია ან როგორ ვთქვა, თქვენს ცხოვრებაში ჯერ თუ არ გამოუწვევია ამ ყველაფერს უდიდესი ტრანსფორმაცია და რაღაცა დადებითი შედეგი, იცოდეთ, რომ ახლო მომავალში ეს სიტუაცია, ახლა რაც მიმდინარეობს, ეს დაძაბული და ეს დეპრესიული მდგომარეობა კაცრავად გაჩერება მომიწია. ეს დეპრესიული მდგომარეობა გარდაიქმნება საკუთარი თავის სიყვარულად, ასე ვიტყოდი, ეს მომდის. ნუ ვიღაცების ცხოვრებაში შეიძლება ის მომენტიც იყოს, რომ ამ გრევების ფონზე გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში დადებითი ის, რომ გამოჩნდეს სიყვარული, მაგრამ მე უფრო ვიტყოდი ამ გრევების და ცუდი სიტუაციის შემდეგ გექნებათ ის, რომ თქვენ გადახვალთ სხვა ფაზაში. შეიძლება აქამდე რაღაცა ეს თავდაჯერებულობის პრობლემა გქონდათ საკუთარი თავის, არ გქონდათ საკუთარი თავის სიყვარული და ეს ბევრ რაღაცაში გამოიხატებოდა, ხო? ახლა იმ დონეზე ძლიერდებით შინაგანად და რაღაცა აბალანსებთ შინაგან მდგომარეობას
გადადიხართ აი იმ ფაზაში, რომ თქვენ პირველ ადგილზე საკუთარ თავებს დააყენებთ. თუ აქამდე ძალიან ბევრ ემოციებს გასცემდით, ახლა ცოტა აი ამ ყველაფრის ფონზე ცოტა არ იყოს გატრიალებული იქნებით ამ დიდი ემოციებისგან და აი ზუსტად ამას დააბალანსებთ თქვენს თავში, რომ აი როგორ რას დააბალანსებთ, იცით, რომ არ გასცეთ ბევრი ემოცია ისეთი ადამიანებისთვის, ვინც არ იმსახურებენ. შეიძლება აქამდე ძალიან ბევრ რესურსს გასცემდით თქვენ და ახლა აი ამ ყველაფრის ფონზე იქნებით ამის ფონზე დაასტაბილურებთ თქვენს მდგომარეობას. პირველ ადგილზე დააყენებთ თქვენს თავს, შეიყვარებთ საკუთარ თავს, საკუთარ თავზე იქნებით ემოციურად მიჯაჭვული, ასე ვიტყვი. და არა სხვა ადამიანზე. საკუთარი თავი გამოგიყვანთ მაგ მდგომარეობიდან. თქვენი თავი გამოიყვანს თქვენს ცხოვრებაში მზეს, გაანათებთ თქვენს ცხოვრებას, თქვენს ბრწყინვალებას გამოაჩენთ, თქვენს სიძლიერეს გამოაჩენთ. შეძლებთ რომ მოქმედებებს შეძლებთ, აი ისეთ მოქმედებებს, რასაც ახლა ვერ აკეთებთ მაგალითად და ძალიან რადგან ასეთ დეპრესიულ და ცუდ მდგომარეობაში გრძნობთ ახლა თავს, რა თქმა უნდა გიჭირთ რაღაცების გაკეთება, რაღაცების მოქმედება, მაგრამ აი მოგიტანთ ამას კიდევ, რომ შეძლებთ რომ სულ რაღაცა მოძრაობაში იქნებით, სულ გადაადგილებაში. ვიღაცებმა შეიძლება მოგზაურობები დაგეგმოთ და აი ამ მოგზაურობამაც გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან, ხო? კარგი, აბა კიდევ რას მოგიტანთ? რას მოგიტანთ ეს ყველაფერი? აი ზუსტად მოგიტანთ ამ სიმძიმეების დასრულებას, აი მძიმედ რომ გრძნობთ ახლა თავს, ამ ყველაფერს ჩააბარებთ წარსულს. წარსულში იქნება და გექნებათ აი ჩვეულებრივი წარსული მოგონება. სხვათა შორის ისეთ იმასაც გავამახვილებ ყურადღებას, რომ ვიღაცებმა შეიძლება მოგზაურობით გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან და ვიღაცები შეიძლება მიხვიდეთ ისეთ პიროვნებებთან, რომლებიც სულიერად განგკურნავენ, ასე ვთქვათ. თუნდაც ტაროლოგთან, ან ქოუჩთან, ან ფსიქოლოგთან, თუნდაც ეკლესიაში იაროთ, ილოცოთ, მოძღვარი აიყვანოთ, ხო? აი ესეთ პიროვნებებთან შეიძლება იაროთ და იმანაც გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან. და რადგან ამ სიმძიმეებს ჩააბარებთ წარსულში, როგორც წეგამ თქვი, თქვენ ამოძრავდებით, მოქმედებებზე გადახვალთ. შეიძლება ვინმეს თუ გიჭირთ ახლა მუშაობა და არ გაქვთ მუშაობის თავი, შეიძლება ვიღაცები არც მუშაობთ, დაიწყოთ მუშაობა და ამან მოიტანოს თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი შემოსავალიც. ვიღაცებმა შეიძლება ბიზნესი გააკეთოთ თქვენი, აი ძალიან აქტიურები და აქტიურობაში გადახვალთ, მოკლედ, რაც მოგიტანთ ძალიან დიდ სისავსეს. აი ის რაც დაინგრა თავში, რაც გითხართ, სტაბილურობა დაინგრათ, ხო? აი ამ სტაბილურობას აღადგენთ ნელ-ნელა თქვენ. ოღონდ შეიძლება იმ ფორმით არა, რაც ადრე გქონდათ და უკვე სხვა სიტუაციის მხრივ, ხო? მაგრამ აი სტაბილურობას აღადგენთ ნელ-ნელა თქვენს ცხოვრებაში. ძალიან კარგი. მოდი ახლა ვიკითხოთ. როგორც თავში ვთქვი, რა დაგეხმარებათ იმისთვის, რომ უკეთ იგრძნოთ თავი. რა დაგეხმარებათ ამისთვის, რომ თავი იგრძნოთ უკეთ.
მეგობრებო, ვერ ვიტყვი, რომ ეს იოლი გზა იქნება. რაც წეგან ვისაუბრე, იქიდან გამოსვლა ვერ ვიტყვი, რომ იოლი გზა იქნება. მაგრამ რადგან გეტყვით, რატომაც არ იქნება იოლი გზა, უკაცრავად ცოტა არეული ვსაუბრობ მომენტებში, იმიტომ რომ ძალიან დამღლელი დღე მქონდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე თქვენთვის გაშლის ჩაწერა, რატომაც ძალიან მომინდა. რა გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან, ხო? მეგობრებო, აი ეხლა წეგან ისე მძაფრად არ იყო თითქოს აღწერილი, მაგრამ ეხლა რასაც მიჩვენებს ტარო, თქვენ ხართ რაღაცა არაჯანსაღ მიჯაჭვულობებში, დაბლოკილები, ჩაბლოკილები, უმოძრაოდ, უმოქმედოდ, არაფერს არ აკეთებთ, არეულები, რომელი ერთი აირჩიოთ რა გააკეთოთ, ძალიან არეული, აი ეგეთი შეგრძნებებიც კი დამეუფლოთ და კარტიც ეგეთია თვითონ ტაროს ბარათების რაც ამოვიგა, აი ძალიან არეული მდგომარეობა გაქვთ შინაგანაც, მენტალურად, მოკლედ და რაც გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან, ასე ვიტყოდი, რომ აი ეს არეული და არჩევნის წინაშე რო ხართ, რაღაცა რა გზა აირჩიოთ, რო არ იცით, ტარო გირჩევთ იმას, რომ აირჩიოთ გონების გზა. აირჩიოთ თქვენი ცხოვრება ახალი ფურცლიდან. ეძიოთ თქვენი შინაგანი სიძლიერე. აი წეგანაც ავღნიშნე, რომ მიპოვით თქვენ შინაგან სიძლიერეს, თქო? ეხლა ზუსტად ეს ბარათი ამოვიდა და რა გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან? ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არის ის, რომ აირჩიოთ გზა, ერთი მიზანი, ერთი ახალი ფურცელი, საიდანაც დაიწყებთ ახალ ცხოვრებას და ეს ახალი ცხოვრება იქნება დაწყებული თქვენი გონიერებით, თქვენი ემოციებით და გულით არა, თქვენი ფიქრით, თქვენი მენტალური ჯანმრთელობის გაჯანსაღებით, რაც მოგიტანთ შინაგან სიძლიერეს, თქვენი მოქმედებაზე გადასვლით. ეს სიტუაცია დასრულდება, რომ თქვენ გადახვალთ მოქმედებაზე, იმოქმედებთ, გამოხვალთ აი ამ 2-4-იანი ამოვიდა, იქით 5-იანი, აი საშინელი დეპრესიული ფონიდან. რა გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან? აი რა არის ეს ახალი დასაწყისი, რითი უნდა დაიწყოთ? აი წეგან რაც ვთქვი, მეგობრებო. თქვენ თუ ნახავთ ისეთ ადამიანს, ეს ადამიანი შეიძლება იყოს უბრალოდ თქვენი ახლობელი, თქვენი მეგობარი, ან წეგან ვინც თქვი, ჩემი პროფესიის ადამიანები, ხო? ესეთ ადამიანებთან უნდა იაროთ, უნდა იყოთ ისეთ გარემოცვაში, სხვათა შორის წინა გაშლაშიც იგივე მაჩვენა დასტა, იგივე პროგნოზი იყო წინაზეც, რომ უნდა იაროთ ისეთ გარემოცვაში, ისეთ ხალხთან, ისეთ მეგობრებთან, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი მოსმენა, რჩევის გაცემა, რჩევის, ოღონდ ჭკუადარიგების კი არა, აი რომ რჩევა მოგცეთ. იმის, რომ თქვენ სულიერ განვითარებაზე, თქვენს შინაგან მდგომარეობაზე იზრუნოთ, აუცილებელია მიაკითხოთ ასეთ ადამიანებს, გქონდეთ კონტაქტი ასეთ ადამიანებთან, ტაროლოგთან, ქოუჩთან, ფსიქოლოგთან, ახლო მეგობართან, რომელსაც თქვენი არ შურს და მხოლოდ სიკეთე უნდა, ისეთ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან ენერგოვამპირები,
და აქეთ არ იღებენ თქვენგან ენერგიებს. ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენთვის მხოლოდ უნდა სიკეთე და გრძნობთ მათგან დადებით ენერგიებს. შეიძლება ადამიანს, რა თქმა უნდა, არ უნდოდეს ახლა მაინდა-მაინც სიბორო და გაგიკეთოთ, მაგრამ ის ისეთ ცუდ ენერგიებში იყოს, რომ ის თქვენზე კარგად არ მოქმედებდეს. ამიტომ ეძიეთ ესეთი ადამიანები თქვენს გარშემო. მოიძიეთ თუ ვინმეს არ იცნობთ. შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ და ჩემგან მიიღოთ სესიები დახმარება ჩემგან, რაც გამოგიყვანთ აი ასეთი მიჯაჭვული, არაჯანსაღი ვიღაცა ურთიერთობაში ხართ, ვიღაცა კარიერული პრობლემა აქვს, ვიღაცას სამსახურის პრობლემა, ფინანსების, ხო? აი ძალიან არაჯანსაღ მიჯაჭვულობაში ხართ, ვიღაცები ადამიანებზე, ფიქრებზე, მდგომარეობაზე, აი არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ვინ რაზე ხართ მიჯაჭვული, აუცილებელია თქვენ გქონდეთ ჩემი პროფესიის ადამიანებთან ან ისეთ ადამიანებთან, ვინც გამშვიდებენ და ვისგანაც დადებით ენერგიებს იღებთ. გქონდეთ ასეთებთან ურთიერთობა, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. სხვა შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდებათ და ძალიან გაიწელება თქვენი ესეთი ყოფა, თქვენი ესეთი მდგომარეობა. სხვათა შორის ეს მეტაფორული ბარათიც, რომ ამოვიგე, ეს ბარათიც ზუსტად ესეთია. რაღაცნაირი შეშინებული და ძალიან მიყვარს სხვათა შორის ტარომაც იგივე მდგომარეობა მაჩვენა დაახლოებით. კარგი, კიდევ რა გამოგიყვანთ აი ამ მდგომარეობიდან, რაშიც ახლა ხართ, რა გჭირდებათ იმისთვის? ხო, იმასაც აღვნიშნავ კიდევ რომ თქვენ, როდესაც გაივლით თუნდაც coach-თან სესიებს, ფსიქოლოგთან სესიებს, კონსულტაციებს, ხო? აი თქვენ გადახვალთ პენტაკლების დედოფლის მდგომარეობაში, რომელიც არის შინაგანად მშვიდი, გაწონასწორებული, მიწაზე მყარად მდგარი ქალბატონი ან მამაკაცი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელსაც შეიძლება შემდეგ სტაბილურად ყოფნა, რომელსაც მოეწონება საკუთარი თავი, ცხოვრებით სიამოვნებას მიიღებს, ისეთ ადამიანად გადაიქცევით, აი ამ ყველაფრის ფონზე, რომ თქვენ იზრუნებთ საკუთარ თავზე და შეიყვარებთ საკუთარ თავს. ოღონდ ამაში გჭირდებათ სხვისი დახმარება. სხვა შემთხვევაში ძალიან დიდი დრო დაგჭირდებათ ზოგიერთი ადამიანი, კი არ გაშინებთ ახლა რაღაც, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ძალიან უჭირს აი ესეთი მძიმე დეპრესიული ფონიდან გამოსვლა მარტოს. და ამისთვის ვართ ჩემი პროფესიის ადამიანები, რომ ესეთ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ გამოსვლა თავიანთი მდგომარეობიდან, ნეგატიური მდგომარეობიდან, ჩვენ დავეხმაროთ მათ. კი ბატონო, ნახოთ აბა კიდევ რა გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან. ტრანსფორმაცია. აი, ზუსტად, რაც ვისაუბრე ახლა მეგობრებო. ტრანსფორმაცია, თქვენი შინაგანი მდგომარეობის ტრანსფორმაცია და ვიღაცის გარეგნობაზეც არის საუბარი, ვიღაცაზე, ძირითადად უფრო შინაგანი მდგომარეობაზე, რადგან როდესაც გაქვს შინაგანი სულიერი მდგომარეობა მოწესრიგებული და მშვიდად გრძნობ თავს, გარეგნობითაც ძალიან კარგად გამოიყურები ყოველთვის ადამიანი. ამიტომ იზრუნოთ ყოველთვის თქვენს სულზე. რა დაგეხმარებათ კიდევ? დაგეხმარებათ ის, რომ თქვენ ატაროთ მედიტაციები, აფირმაციები, ლოცვები, იკითხოთ ლოცვები, ვიღაცები ეკლესიაში დაესწროთ წირვა ლოცვებს, ვიღაცებმა მოგმართოთ ჩვენ და მედიტაციებს უსმინოთ, ჩაიტაროთ მედიტაციები, გიდირებული, ძალიან კარგია. ანუ დაგეხმარებათ აი ეს მდგომარეობები. ის რომ შვიდად კი არ იჩქაროთ, აი შვიდად გაწონასწორებულად მისდიოთ ნელ-ნელა თქვენი თავის განვითარებას, თქვენი აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლას.
ხო. კიდევ ასევე ხო, დაგეხმარებათ ის მომენტი, რომ აი ემოციურად კი არ შეხედოთ იმ მდგომარეობას, რომ აი დაუშვათ მიხვედით ვიღაცასთან, ხო? თქვენი თავის განკურნებისთვის და თქვენ თავზე სამუშაოდ და ერთ-ორ დღეში გგონიათ ზოგიერთებს, რომ მიიღებთ შედეგს, ხო? ეს ერთ-ორ დღეში არ ხდება, ანუ რადგან ანუ კოუჩები და ფსიქოლოგები და ტაროლოგები არ ვართ რაღაც ესე ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს და ერთი აქნევით ვერ ვკურნავთ ადამიანებს სამწუხაროდ არ გვაქვს მაგისი ძალა თუმცა გვაქვს იმის ძალა რომ ადამიანებთან ვიმუშაოთ და შეძლების დაგვართ მალე გამოვიყვანოთ აი იმ საშინელი მდგომარეობებიდან რა მდგომარეობაშიც იმყოფება ადამიანი იმ წუთას და ტარო გირჩევს ზუსტად აი ამას რომ დაელოდე შედეგს ოღონდ მუშაობის ფონზე გადადგი ნაბიჯები იმუშავე საკუთარ თავზე და დაელოდე შედეგებს რა შედეგებს მიიღებ კარგი აბა მოდი ვნახოთ რა შედეგებს მიიღებ რადგან ეს სიტყვა წამოვჭერი როდესაც თქვენ საკუთარ თავებზე იმუშავებთ როდესაც იმუშავებთ საკუთარ თავზე გამოიკეთებთ თქვენს მდგომარეობას გადაწყვეტთ რომ გადადგათ საკუთარი თავისკენ ნაბიჯები რა შედეგებს მიიღებთ საინტერესოა. ჯერ მინდა დავიწყო იქიდან, რომ აუცილებლად ტარო გირჩევთ, რომ სწრაფად გადადგათ ის ნაბიჯი, რა ნაბიჯიც არის სწორი და სამართლიანი საკუთარი თავისთვის. აქ უკვე აუცილებლად უნდა იცოდეთ რა არჩევანს აკეთებთ. და იმ არჩევანს, რასაც გააკეთებთ, იმ მიზანს უნდა მისდიოთ. და რას მოგიტანთ საკუთარ თავზე მუშაობა? მოგიტანთ იმას, რომ ვიღაცებს თუ ეს სიტუაცია რაღაცა კარმული მდგომარეობა გაქვთ, ვიღაცებს რამოდენიმეჯერ დაგემართათ ესეთი სიტუაცია, ხო? მოგიტანთ აი ამის დასრულებას. მოგიტანთ აი ამ მდგომარეობიდან სწრაფად გამოსვლას. მოგიტანთ უფრო გონებით ყურებას ამ სამყაროზე, ვიდრე გრძნობებით და გულით. მოგიტანთ სამართლიანობას თქვენი თავის. იგრძნობთ, რომ ცხოვრება და სამყარო არის თქვენს მიმართ სამართლიანი. რადგან გამოხვალთ აი ასეთი დახურული, საშინელი, ჩაკეტილი მდგომარეობიდან. მოგიტანთ უდიდეს სტაბილურობას, რაც იქნება ის, რომ თქვენს ხელში აიღებთ თქვენი ცხოვრების მართვას. მოგიტანთ უდიდეს ტრანსფორმაციას, სულიერ ტრანსფორმაციას, როგორც იძახიან ხოლმე, რომ აი ისეთი აღარ ვიქნები, როგორც ადრე ვიყავიო, აი ზუსტად ეგ მდგომარეობა გექნებათ, რომ აი ესეთი საშინელი დეპრესიული ფონიდან რისი გაშვებაც ეხლა ძალიან გიჭირთ და გგონიათ რომ ოდესმე თუ დასრულდება არ იცით მოგიტანთ აი ამიდან გამოსვლას, ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, რაც თქვენ თვითონაც კი გაგიკვირდებათ საბოლოოდ, რომ როგორ შეძელით და აი ასეთი მძიმე დეპრესიული ფონიდან, მენტალური არაჯანსაღი მენტალური სიტუაცია მდგომარეობიდან
მოგიტანთ გამოსვლას. რის ხარჯზე და იმის ხარჯზე, რომ თქვენ ადგებით და იმოქმედებთ, ნაბიჯებს გადადგავთ საკუთარი თავისკენ. კიდევ რას მოგიტანთ საკუთარ თავზე მუშაობა? სრულიად ახალ საწყისებს, განულებას აი ამ მდგომარეობ, აი წეგანაც ვთქვი, რაღაცა ახალი ფურცლიდან დაიწყება თქვენი ცხოვრება. ოღონდ იმის ფონზე, რომ თქვენ გადადგავთ ნაბიჯებს ამ ყველაფრისკენ, ხო? თუ არ იმოქმედეთ და არ გადადგით ნაბიჯები, არაფერი არ მოხდება, არაფერი შეიცვლება. მოგიტანთ იმას, რომ თქვენ დაგისრულდებათ აი ეს არაჯანსაღი მიჯაჭვულობა, ეს რამაც წეგან ძალიან შემაშფოთა. აი ამის განულებას და დასრულებას მოგიტანთ. კიდევ რას მოგიტანთ? და გადადიხართ უზომოდ დადებით მხიარულ ბედნიერ ენერგიებში. აი თავს იგრძნობთ როგორ იცით? აი ასაკის მიუხედავად ძალიან პატარად, ჰაეროვნად. შეიძლება ვიღაცებმა ახალი საქმეც დაიწყოთ, ვიღაცებმა უბრალოდ შინაგანად იგრძნოთ ბავშვებით თავი და ლაღად იგრძნოთ თავი. კიდევ რას მოგიტანთ, აბა? სხვათა შორის აი ამ ყველაფრის ფონზე ვიღაცებმა შეიძლება ეზოთერიკის სწავლაც გადაწყვიტოთ. სხვათა შორის ბევრჯერ ხდება ხოლმე, რომ აი ესეთი მძიმე მდგომარეობებიდან უფრო ძირითადად არის ხოლმე, როდესაც ურთიერთობების სრულდება და ამის გამო არიან ქალბატონები ხოლმე ასეთ რთულ მდგომარეობაში, ისინი წყვიტავენ ხოლმე, რომ წავიდნენ ეზოთერიკის განხრით. და შეიძლება თქვენც, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, გადაწყვიტოთ ეს ყველაფერი. ან რაღაცის შესწავლა, ან უბრალოდ თქვენ სულიერად ისე განვითარდებით, რომ ის ძველი მიდრეკილებები, ის ძველი შეხედულობები საერთოდ აღარ გექნებათ და თქვენი ცხოვრება იქნება ერთი დიდი შანსი, აი ახალი შანსი თითქოს. მთლიანი თქვენი ცხოვრება იქნება შანსი. ახალი ეტაპი. კიდევ რას მოგიტანთ? ხო, როგორც წეგან აღვნიშნე, აი რაღაცა ახალ დასაწყისებს, ხო? და ეს ახალი დასაწყისები ასევე შეიძლება იყოს ფინანსური მდგომარეობაც. ვიღაცებმა რაღაცა ახალი საქმე შეიძლება წამოიწყოთ, რაც მოგიტანთ ფინანსურ შემოსავლებს. ასევე ისწავლით ფინანსების მართვას, სხვათა შორის, აი დროთა განმავლობაში შეიძლება ეხლა ეს ყველაფერი ძალიან გიჭირთ, ფინანსების მართვაც გიჭირთ, ისეთ მდგომარეობაში ხართ და აი მოგიტანთ ამასაც. და მთლიანობაში, აი რადგან ეს ამოვიდა, ამით დავასრულებ, რომ მოგიტანთ იმ მდგომარეობას, სადაც თქვენს ხელში აიღებთ თქვენს ცხოვრებას. აღარავის მისცემთ უფლებას, რომ თავის ჭკუაზე გატრიალოთ. თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ თქვენ გექნებათ იმის უფლება, რომ რაც გინდათ და როგორც გინდათ, ისე გადაწყვიტოთ და არავის მისცემთ იმის უფლებას, რომ ვიღაცამ რამე გადაგიწყვიტოთ. ვიღაცამ შეასრულოს თქვენი მოვალეობა თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება აქამდე ხდებოდა ხოლმე ესეთი რაღაცები და აი ამის შემდეგ თქვენ იქნებით თქვენი ცხოვრების მმართველი. შეიძლება მარტო თქვენი ცხოვრებისეც არა და იმ დონეზე დიდი წარმატებას მიაღწიოთ ცხოვრებაში, რომ რაღაცის მმართველიც კი იყოთ, რამე კომპანიის ან რაიმე ბიზნესის, რაღაცის მმართველიც კი შეიძლება გახდეთ. აი იმ დონეზე განვითარდეთ სულიერად, რომ თქვენ ეს ყველაფერი შეძლოთ. ეხლა შეიძლება სრულიად წარმოუდგენლად გეჩვენებათ ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად თუ თქვენ გადადგავთ თქვენი თავისკენ ნაბიჯებს, იმუშავებთ საკუთარ თავებზე სხვისი დახმარებით,
სხვა ადამიანები რომ დაგეხმარებიან ამაში და გამოგიყვანენ ამ მდგომარეობიდან, რადგან მარტო აი უზომოდ გაგიჭირდებათ, ძალიან გაგიჭირდებათ ამ ყველაფერზე გამკლავება, აი ამის ფონზე თქვენ გადადიხართ აი დიდ სულიერ განვითარებაში და ტრანსფორმაციაში და უდიდეს სულიერ ჰარმონიაში. ძალიან სტაბილურად და კარგად იგრძნობთ თავს და ის, რაც თავში დავიწყე, რომ სტაბილურობა ინგრევა მეთქი, ის სტაბილურობა აღგიდგება ზუსტად. კონკრეტულად შეიძლება ის სიტუაცია იმ ადამიანთან ან კონკრეტულად ის სიტუაცია არა, მაგრამ იმაზე ბევრად სტაბილურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით მომავალში ამ ყველაფრის ხარჯზე, რასაც თქვენ თავისთვის გააკეთებთ. მე დაგემშვიდობებით, მეგობრებო, გისურვებთ, რომ მოგეპოვებინოთ სულიერი სიმშვიდე, სულიერი ჰარმონია ცხოვრებაშიც ასევე. ღამემშვიდობისა, დროებით.